ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ოპერაციამ ირანში შესაძლოა დაგეგმილზე დიდხანს გასტანოს. ამაზე ქვეყნის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიანიშნა, როდესაც თქვა, რომ ამერიკელი სამხედროები მზად არიან წინასწარ პროგნოზირებულ 4-5 კვირაზე მეტხანს იბრძოლონ. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ოპერაციის მიზნები განსაზღვრულია. პირველი, ირანის სარაკეტო შესაძლებლობების განადგურებაა, ბალისტიკურ თუ ბირთვულ კომპონენტში. მეორე, ირანის საზღვაო შესაძლებლობის განადგურება გლობალური ზღვაოსნობისთვის ხელის შეშლის თავიდან ასარიდებლად. მესამე, ბირთვული პროგრამის შეჩერებაა და მეოთხე, ირანის მიერ ეგრეთ წოდებული პროქსი, იგივე სატელიტი ძალების დაფინანსებისა და შეერაღების ყველანაირი პერსპექტივის გაქრობა სამომავლოდ. ამ ყველაფერზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სამხედრო პირებისა და ომის გმირების დაჯილდოების ცერემონიაზე ისაუბრა თეთრ სახლში. This was our last best chance to strike. ეს იყო ჩვენი ბოლო საუკეთესო შანსი იერიშისთვის, რასაც ამ წუთებში ვახორციელებთ, რათა გავანეიტრალოთ აუტანელი საფრთხე ავადმყოფი და მავნე რეჟიმის მხრიდან. ჩვენი მიზანი იყო ირანის სარაკეტო და საზღვაო შესაძლებლობების განადგურება, იმაში დარწმუნება, რომ სოფლიოში ტერორის ნომერ პირველ სპონსორს არასოდეს ჰქონდეს ბირთვული შეიარაღება, რაც დასაწყისიდანვე ვთქვით. და ბოლოს ამოცანა უზრუნველყოთ ის, რომ ირანის რეჟიმმა ვეღარ გააგრძელოს ტერორისტული ფორმირებების შეიარაღება, დაფინანსება და მართვა მის საზღვრებს მიღმა. მინდა შეგახსენოთ, რომ ამ რეჟიმს უკვე ჰქონდა იმგვარი რაკეტები, რომლებიც ევროპისა და ჩვენს ბაზებამდე აღწევდა და სულ მალე შეძლებდა იმგვარი რაკეტების შექმნას, რომლებიც ჩვენს მშვენიერ ამერიკამდეც მოაღწევდა. მათი მზარდი სარაკეტო პროგრამის მიზანი იყო ბირთვული იარაღის განვითარების შენიღბვა და იმის მაქსიმალურად გაძნელება, რომ ვინმეს ის შეეჩერებინა. ჩვენ უკვე ხელშესახებად ვუსწრებთ ჩვენსავე გათვლებს, თუმცა რა დროც არ უნდა დასჭირდეს ამ ოპერაციას, ყოველთვის მზად ვართ. დასაწყისიდანვე ჩვენ პროგნოზირებდით, ოპერაცია 4-დან 5 კვირამდე იყო გათვლილი, თუმცა გვაქვს შესაძლებლობა ის გაცილებით მეტი დროის განმავლობაში გავაგრძელოთ. ვაშინგტონში ოპერაციის დეტალების გამხელას ერიდებიან. აღნიშნავენ, რომ ამგვარი პრაქტიკა არასოდეს ყოფილა სწორი. ომის მინისტრმა პიტ ჰექსეტმა ჟურნალისტების კითხვაზე აღნიშნა, რომ დეტალებში შესვლას არ გეგმავს. იგივე თქვა სახელმწიფო მდივანმაც, თუმცა გარკვეული კონტრასტით. მარკო რუბიო აცხადებს, რომ ყველაზე ძლიერი დარტყმები ირანზე ჯერ კიდევ წინ არის. შტატები ხანგრძლივი ოპერაციისთვის რომ მზადაა, ესეც დაადასტურა. ოპერაციის შესახებ დასმულ კითხვაზე თუ რატომ ახლა, მან უპასუხა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ვერ დაელოდებოდა ირანის დარტყმებს და გონივრულად იმოქმედა. რუბიო საზოგადოებას ახსენებს, თუ რამხელა ზიანი მოაქვს ირანს რეგიონისთვის შესუსტებულ მდგომარეობაშიც კი. რეჟიმის ხელმძღვანელობას რადიკალი კლერიკები უწოდა, რომლებიც გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არასოდეს იღებდნენ. აგრეთვე კიდევ ერთხელ გააჟღერა ამერიკის სურვილი ირანში ხელისუფლება შეიცვალოს. მე არ ვაპირებ ჩვენი ტაქტიკური ძალისხმევის შესახებ დეტალები გავამხილო, მაგრამ ამერიკელ სამხედროებს ყველაზე მძიმე დარტყმები ჯერ კიდევ განსახორციელებელი აქვთ. შემდეგი ფაზა იქნება კიდევ უფრო მკაცრი და სადამსჯელო ირანისთვის, ვიდრე ეს ახლა. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზნები და მათ განხორციელებას დავუთმობთ იმდენ დროს, რამდენიც საჭიროა ამ მიზნების მიღწევისთვის. სოფლიო იქნება უფრო უსაფრთხო ადგილი, როდესაც ამ ოპერაციას მოვრჩებით. ჩვენ გვსურს დასახული მიზნების მიღწევა ადგილზე სახმელეთო ძალების გარეშე, თუმცა პრეზიდენტს ყოველთვის აქვს ვარიანტები მაგიდაზე, როგორც მთავარ საგდალს. ის არასდროს არაფერს გამორიცხავს. ამ ოპერაციის მიზანია მათი ბირთვული თუ ბალისტიკური რაკეტების შექმნის პოტენციალის განადგურება და იმაში დარწმუნება, რომ მათ აღდგენას ვერ შეძლებენ. ვიმედოვნებთ, რომ ირანელი ხალხი შეძლებს მთავრობის შეცვლას და ახალი მომავლის ჩამოყალიბებას საკუთარი ქვეყნისთვის. ჩვენ ამას მივესალმებოდით. Can overthrow this government and establish a new future for that country. We would love for that to be possible. But we're not going to go into the exercise of what we will or will not do. იმის დეტალები თუ რას გავაკეთებთ და რას არა არ შევალთ. ამერიკის პრეზიდენტმა არ უნდა უთხრას მტრებს თუ რას გააკეთებს. ეს სისულელეა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს სურს მტრები დაარწმუნოს, რომ იმდენად შორს წავა, რამდენადაც ეს საჭირო იქნება, რათა ამერიკის ინტერესები დაწინაურდეს. რატომ უნდა უთხრათ მსოფლიოს თქვენ ან ვინმეს, რას გავაკეთებთ ჩვენი მიზნების მისაღწევად? ჩვენ ვიბრძვით, რომ გავიმარჯვოთ, განსაზღვრულ მიზნებს მივაღწიოთ და ამას ბოდიშის მოუხდელად გავაკეთებთ. ყველაფერთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეი-დი ვენსი ამბობს, რომ ამერიკა არ გეგმავს ახალ მრავალმხრივ ომში ჯაბმას, რომელიც კიდევ რამდენიმე წელიწადს გაგრძელდება. დონალდ ტრამპი არ მისცემს ქვეყანას უფლებას ჩაერთოს მრავალწლიან ომში, არ გსურს ჩაბერთოთ პრობლემებში, რომლებიც ერაყთან და ავღანეთთან ჰქონდა. აღნიშნა ვიცე-პრეზიდენტმა Fox News-თან ინტერვიუში. მისი თქმით, პრეზიდენტი ტრამპის ერთადერთი მიზანი რეალურად იმაში მდგომარეობს, რომ ირანს აღარაზოდეს ჰქონდეს ბირთვული იარაღის ფლობის შესაძლებლობა, რადგან მისივე თქმით, ირანში ბირთვული ობიექტები აშენებულია არა მხოლოდ სამშვიდობო ბიზნესისთვის, არამედ ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობით, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები არაერთხელ შეეწინააღმდეგა. ვიცე-პრეზიდენტმა ირანის ხელისუფლებაში რადიკალურად განსხვავებული აზროვნების საჭიროებაზეც მიანიშნა.